ვიდეო მედო, სადაც ხსნიდი, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში, სადაც ვაჩვენე აი ეს ბილეთი, რომელსაც ვატარებ ავტობუსში. შემომიდა ბევრი შეტყობინება, რატომ ვატარებდი ბილეთს და მხოლოდ ყიდვა იყო საკმარისი თუ არა. და როგორც მივხვდი, ბევრმა თქვენგან მარიცის და მოდით ახლა მეგეტყვით რა ხდება ამ შემთხვევაში. ბილეთს როცა იღებთ, მაგალითად ეს ბილეთი ახლა მე შეძენილი მაქვს პრაღაში, თუმცა თუ არ გავატარებ, ეს შემიძლია შევინახო და როცა გავატარებ, მაშინ დაიწყება ათვლა. ანუ უბრალოდ ბილეთის შეძენა არაფერს არ ნიშნავს, აუცილებლად უნდა გაატაროთ, რის შემდეგაც აი აქ ეწერება თარიღი გატარების, დღე, რიცხვი და საათი და იმის მიხედვით არის ეს ვალიდური. მაგალითად, თუ იყიდით 9 საათიანს და გაატარებთ ზუსტად 9 საათის გასვლის შემდეგ ბილეთი გატარებულიც რო გქონდეთ და მოხვდეთ მეტროში და შეგამოწმონ, ან თუნდაც ტრამვაიში დაჯარიმდებით, რადგან 9 საათის იქით ეს უკვე აღარ არის ვალიდური. თუ გაქვთ მაგალითად საათნახევრიანი, გატარებიდან საათნახევრის გასვლის შემდეგ უკვე აღარ არის ვალიდური. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ერთხელ რომ გაატარებთ, შეგიძლიათ იმწეროთ მეტროშიც, ტრამვაიშიც და ავტობუსშიც. ამაში არ ხართ შეზღუდულები. მთავარია იმ დროში ჩაედიოთ, რა დროის ბილეთიც გაქვთ აღებული. თუ აიღებთ 24 საათიან ბილეთს, ეს ნიშნავს, რომ აიღეთ დღის 12 საათზე, მეორე დღის 12 საათამდე არის ვალიდური და შეგიძლიათ ულიმიტოდ იაროთ როგორც მეტროთი, ასევე ტრამვაით, ასევე ავტობუსით და რომ შეგამოწმონ, იქ ეწერება თქვენი გატარების დრო და 24 საათი იქნება ეს ვალიდური. ასე რომ გაითვალისწინეთ, აუცილებელია გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით, როგორც მე დამემართა პირველად ჩასვლისას, ესე ვიყიდე მეც ბედნიერად, ავედი ტრამვაიში და მეგონა რომ ეს იყო, მეტი არაფერი არ უნდოდა. ამოვიდა შემოწმება, მივაწოდე ესე თამამად და ავერტყი ჯარი. იმიტომ რომ არ მქონდა გატარებული. თუმცა ამბობ, თქვათ, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისვლისას საათნახევრიანი ბილეთის აღებას, რადგან აეროპორტიდან მიდიხართ ავტობუსით მეტრომდე და მე მეტროდან უნდა გადაჯდეთ კიდე იმ სადგურამდე, რომელ სადგურზეც გაქვთ თქვენ სასტუმრო თუ სახლი დაჯავშნილი. აქედან გამომდინარე 9 საათიანი არავითარ შემთხვევაში არ გეყოფათ და დაგჭირდებათ საათნახევრიანი. ამიტომ აიღეთ მინიმუმ საათნახევარი. თუმცა პრაღაში ფრენები არის დილით ჩადიხარ. მე წინასწარ ავიღებდი ერთ დღიანს, რომელსაც გამოვიყენებდი როგორც აეროპორტიდან სასტუმრომდე და მე ისე მთელი დღე ქალაქში საბოდიალოდ. ასე რომ გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები, გამოგადგებათ, ვინც პრაღაში აპირებთ მოგზაურობას. მეტი ასეთი ინფორმაციული ვიდეოსთვის გამოიწერეთ ჩემი გვერდი.